გამარჯობა, მე ვარ მაჩვი და დღეს ვილაპარაკებ რა განსხვავებაა 5-სიმეანს და 4-სიმეან ბაზს შორის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, 5-სიმეან ბაზს აქვს ერთი დამატებული სიმი. ეს არის დაბალი C სიმი. მაგის გარდა იდენტურ მოდელებში 5-სიმეან და 4-სიმეან ბაზს შორის არის კიდე წონაში განსხვავება, იმიტომ რომ 5-სიმეანი ბაზი ოდნავ უფრო корпуსის მოცულობაც ოდნავ უფრო დიდია, გრიფიც ოდნავ უფრო განიერია, დამატებულია უკვე ერთი მომჭერი და ეგ საერთო ჯამში პატარა წონის ცდომილებას გვაძლევს. ანუ 5-სიმეანი ბაზი, იდენტური მოდელი ოდნავ მძიმეა, ვიდრე 4-სიმეანი ბაზი. ამის გარდა უფრო მეტად ყურადღება მისაქცევი დეტალი, რაც არის სხვაობა 5-სიმეან და 4-სიმეან ბაზს შორის არის ის, რომ 5-სიმეან ბაზს ძირითადად სიმების დაშორება აქვს უფრო ვიწრო, ვიდრე 4-სიმეან ბაზს. მაგალითისთვის, აი ამ კონკრეტულ მოდელზე იდენტური მოდელი რო იყოს 4-სიმეანი ბაზი, სიმებს შორის დაშორება არის 19 მმ. 5-სიმეანის შემთხვევაში 17 მმ. ეს ყველაფერი სხვადასხვა მოდელებზე ოდნავ განსხვავებულია, მაგრამ ძირითადად 5-სიმეან ბაზს, მოკლედ რომ თქვა, სიმების დაშორება აქ ბრიჯთან აქვს უფრო ახლოს. ეს დეტალი ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ზუსტად ამ სიმების დაშორებამ შეიძლება დისკომფორტი მოგცეს, მაინც მიჩვეული თუ ხარ 4-სიმეან ბაზი და უცებ 5-სიმეანზე გადადიხარ, ამ პირიქით ძალიან კომფორტულად იგრძნო თავი ამ სიმების დაშორების გამო. შესაბამისად, თუ გადაწყვეტ, რომ გადახვიდე, ასე ვთქვათ, 5-სიმეან ბაზზე, ან პირიქით 5-სიმეანიდან 4-სიმეანზე გადმოხვიდე, აუცილებლად შეეცადე მოიძიო მსგავსი მოდელის ინსტრუმენტი და გატესტო. დღეისთვის სულ ეს იყო, რის თქმაც მინდოდა მომავალ შეხვედრამდე. დროებით.